დაგვისვით სულიერ ცისლამურ ბანდოს გაგაძლევთ წმენაში როგორც დღევანდელ სახარებაში არის რომ უფალი ეუბნება მოწაფეებს შვიდობა თქვენთან სადაც ღმერთი მიდის სადაც ქრისტე მიდის იქ შვიდობაა და სადაც შვიდობაა იქ არის ღმერთი რა თქმა უნდა შეძწუნდნენ მოწაფეები და ვთქვათ ვერ აღიქვეს ეს როგორც ასე ვთქვათ და ვერ შეიგრძნეს მათი ასე ვთქვათ უფლის მათი მოძღვრის მისვლა როგორც უნდა შეეძინათ იმ დონეზე იმ სულიერ დონეზე მაგრამ უფალი ეუბნება რომ იხილეთ ხელით ჩემი და ფერფლით ჩემი რამე თუ მე ვარ თავად მე ვარ ხელი შემახედა იხილეთ რამე თუ სულსა ხორცი და ძვალი არა ასხე ვითარმედ ესე მემხედავთ რამე თუ მასხე ანუ შეიგრძენით ქრისტე როგორც განკაცებული ღმერთი შეიგრძენეთ იგი და შეახეთ ხელი შეახეთ და მიიღეთ იგი როგორც ცოცხალი ღმერთი რომელიც არა რაღაც უფალი სულია მაგრამ არა სულია ამ შემთხვევაში როგორც სული არამედ როგორც ხორცშესხმული მათთვის ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისაც მოსული ქრისტე ღმერთი რომელიც სრული ღმერთი და სრული კაცი მოსული ცოცხლა რაღაცნაირად მდრეთით და შემდეგ ასე ვთქვათ აი მათთან მოწაფეებთან მისული ანუ ხელი შემახედოთ აი ესე ტაქტილურ დონეზე აღიქვა ღმერთი ეს დიდი პატივი და დიდი მადლია ღვთისმსხალობა რომ ესეც საშუალებას აძლევს ქრისტე ადამიანს რომ ხელი შეახოს მას იმ გაგებით რომ შენ ზიარებით იღებ მას მის ხორცსა და სისს და ხელსახები იგივე ქვია რომ შეიგრძნო შეეხება ბაგეთა შენთა ხომ მაინც ხელი ხომ შეეხება რომ ბაგეთა შენთა უძლევთ შენ და მოგიტევებს და ცუდოთა შენთა გასვაც ანუ ჩვენ ვეხებით ქრისტეს არა მარტო აპრიორულად წამს ღმერთი რომ ღმერთი სულია და ყოველგან არის ყოველსავე აღავსებს და გასაგებია დოგმატიკაში ორი ტომია ღმერთი როგორც საკუთარ თავში არსება ღმერთი როგორც საკუთარ თავში მისი თვისებები და ასე ყოველის პრობლემი ყოველგან ყოფი ყოვლადწული ყოვლადწელი და ასე შემდეგ აპოფატური და კატაფატური თვისებები კატაფატური და აპოფატური თვისებები ეს დიდი თემა და ღმერთი მეორე როგორც სამყაროს მეორე ტომი მეორე ნაწილი დოგმატური ღვთისმეტყველების არის ღმერთი როგორც სამყაროს შემოქმედი ანუ და მასში მოქმედი როგორც მის შემოქმედი მასში მოქმედი საიდუმლოები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ეკლესიის შექმნა და ასე შემდეგ ყველაფერი ეგეც ძალიან დიდი ისა ტომებია ну რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ხდება ეს რატო ამბობს რომ ეს არა მხოლოდ გონებრივ ციგნობრივად რომ მენტალურად შევიქმნოს და ემოციონალურად შევიგრძნოთ ღმერთს ქრისტეს არამედ ვეხებით მას ჩვენი ბაგეებით და იგი შეეხება როგორც არის ხო ესეთი შეეხურა ბაგეთა ჩემთა უძლუებათა ჩემთა მომიტევებს და ცოდვათა ჩემთა გასმეს დაწვავს გააკრობს და ვევედრებით ამას ვევედრებით მთელი ზიარების სიამოვნებები რა შემოვედ ჩემში შემეხე ნუ შემოვედ შემოდი როგორც ხორცი და სის არა როგორც რაღაცა უპირო ძალა აბსოლუტური უპირო არა ეს პიროვნული ღმერთი კონკრეტულად შენ შემოდი ესე არის ხორცი შენ მუთითებ ხო წიროზე ესე არის სისხლი ჩემი ხო ქრისტეს სიტყვა და კონკრეტულად შენ შემოდიხარ მეხები მე შემოდიხარ და შემთან მისტიკურად ჩემს ხორცს ჩემს სულს სამშვილდსა და სხეულს აღავსებ ამ შეხებით გასმეთ ამ შეხებით რაღაცა მეტამორფოზას ნუ გამხდობა ქვია ხომ ამას მადლი ღვთაებრივ ენერგიას ამოქმედებ აცირკულირებ არ ვიცი როგორ ჩემში შემასის ხორცებინებ შესისა და ხორცს ამით მე წმენაში ძლიერდები სარწმუნოებაში სასვენებაში ანუ იმედში ძლიერდები სიყვარულში ძლიერდები და სამი წერტილი ასე შემდეგ და ის 7 ნიჭი 9 ნაყოფად გამომაქვს 9 ნაყოფის სული წმენისა მე იმ 7 ნიჭით რომელიც შენ ღმერთთან ათლობაში მომეცი ხო აი ეს ამიტომ უჩვენა მათ ხო ხელნი და ფერხნი მისნი ჩვენც ესე ვარ ჩვენც იგივე პატივში ვარ ფაქტობრივად ჩათვალე და ვიდრე არ არწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკურველებისა ქვამად გაქვს რაიმე ჭამად მეტიც გააკეთა საჭმელი მისცეს მას წარმოედგინეთ მიუპრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი თაფლისგან გოლი ანუ საერთოდ დაუდასტურა რომ იგი რაღაცა სულია რომელიც მოეჩვენა მათ და იხილეს რაღაც გაუგებრად მათთვის წარმოუდგენელი სახით არამედ კონკრეტულად საჭმელი ჭამად რომ ესა ვარ მე ვარ ესე შემახეთ ხელი მე ვარ ხო გახსოვთ აი მე ვარ აგერ ვარ აი ხელი შემახეთ მე ვარ ნამდვილი ქრისტე ვარ ნამდვილი ცოცხალი რეალობა ვარ თქვენ იცოდეთ ეს ცოცხალი ღმერთი ვარ აქა ვარ თქვენთვის მოსული მტრეთი დაღდგა და ეხლა კიდე მოვედი რომ დაგიდასტუროთ ეს ყველაფერი რაც იყო და რაზედაც გელაპარაკებოდით და ამასაც ეუბნება
ჭამა წინაშე მაცა მეტი რა ეხლა? აი მეტი რა დადასტურება გინდა. ხო, აი უმაღლეს დონეზე რა დასტურებს ქრისტე თავის ღმერთკაცობას. ჭამა წინაშე მაცა მოიღო ნეშტი, დარჩენილიც კი მისცა მათ, რომ დარჩენილი აი ნაჭამი ეს მისცა, რომ ესეც არ იყოს რაღაცა მოჩვენება არ გონებოდა. ხო, ხა ძალიან ყველაზე ახსნას ვიცახი რა, აქ იმდენი ახსნები და იმდენი დაფიქრებები გვინდა, მაგრამ ეს ყველაზე უფრო მარტივი შეიძლება უბრალო ედით რომ თქვა ესე. და უთხრა მათ, პირდაპირ დაუმატა, კიდევ გამომართა, აი, ყველაფერს ეუბნება, მაქსიმუმს და მინიმუმს ადამიანს. აი ეს სიტყვები არიან, რომელთა გეტყოდით თქვენ ვიდრე იგი ვიყავღა თქვენთან რა, სანამდე თქვენთან ვიყავი, ამაზე გეუბნებოდით. ეს იყო, ვერასაც გეუბნებოდით, აი ამაზე გეუბნებოდით. ჯერ იყო არსო აღსრულებად ყოველი წერილი, ჟულსა დაწყებული მოსესი, წინასწარმეტყველები, ფსალმუნები, ყველაფერი ამაზე იყო, ჩემზე იყო ეს ყველაფერი. სულიერად ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ მთელი ძველი აღქვა რომ გადახედოს რომ ვერ ნახოს და ვერ მიხვდეს ვიზი არის იქ ლაპარაკი რომ ეს მიყავს იესო ქრისტეზეა ლაპარაკი და რომ ეს ყველაფერი ახთა ასო წინასწარმეტყველები მოსე ძველი აღქვა წინასწარმეტყველები ფსალმუნები ყველაფერი ახთა რაც იყო დაწერილი ასო აი მის ყველაფერს უბრალოდ ახთა სახარებისეულ განგებულებაში რომელიც ახლა ვიცით უკვე და დამატებით კიდევ რა გააკეთა ხედავ მან განუხდა გონებანი მათნი გულისხმის ყოფა წიგნთან. ეხლა ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი ის არის. ჩვენი გონებაც გარდაიქმნება, ხო? რომ ზიარება აძლევს მას განამტკიცებს მას და გონებას უცხო რაღაცა ძალას აძლევს. სხვა მდგომარეობაში გადაყავს, ქრისტეს გონებას აძლევს. ადამიანის გონების ჩვეულებრივი დაცემული მდგომარეობა ამ ჭეშმარიტებებს ვერ აღიქვავს. დაწყებული სამის დოგმატი როგორ უნდა გაიგო დაცემული ინტელექტი. სამი ისა ერთარსი სამგვამოვანი საერთოდ ღვთის შესახებ შემეცნება როგორ უნდა გაიგო ინტელექტუალური პროცედურებით რა თქმა უნდა რაღაც დონემდე დადებითი ღვთისმეტყველებით იგებ მაგრამ მერე უკვე წმენა გონებას ცდება წმენა კი არა წინააღმდეგობა სულ გონება წმენა გონებას წინააღმდეგობა და მეცნიერება არა წმენა ცდება მათ საზღვრებს ცდება მათ და შემდეგ რო გაიგო რაღაცა ჯერ და მიხვდე და შეიცვლო უნდა იწმო მერე რომ გაცდება ამ საზღვრებს მერე ირწმუნე რომ იცოდე, ირწმუნე რომ გაიგო. ან ჯერ უპირატეს წმენა გამოდის, ირწმუნე რომ გაიგო და არა გაიგე რომ ირწმუნო. წვისიც არის მერე, მაგრამ ამ შემთხვევაში ირწმუნე რომ გაიგო, ცდება გონების საზღვრებს. გასდა მათი გონება უბრალოდ ტრივიალურ აზროვნებას და გაგებას და განუხნა მათი გონება ქრისტე ხელა ძალა ქრისტეს ღმერთს ხო გონებას ხსნის. აი შვიდი ნიჭი რო გეძლევა, მე რა ნაყოფი უნდა გამოგა ეს გახსნის ნახტობაში უხსნის გონებას. ადამიანს ყველა ძალებს განაღმრთობს და გარდაქმნის, ყველა ძალებს ინტელექტუალურს, ემოციონალურს, დაუშვათ ხორციელ ძალებსაც, ფიზიოლოგიურ პროცესებს ხარვეხები და ასე შემდეგ. ყველაფერს სხვა რაღაცა სხვანაირი მეტამორფოზა, სხვანაირი ტრანსფორმაცია, სხვანაირი გარდაქმნა ენიჭება და ადამიანი ახალი ადამიანი რემონტდება ადამიანი, ახალი ადამიანი ხდება იგი. განუხნა მათ გონებანი მათნი გულისხმის ყოფა წიგნთან რომ ჩვენც უნდა განვხილოთ ჩვენი გონება ვევედროთ ღმერთს ამიტომ არის გახსოვთ წმინდა წერილის წინ წასაკითხი ლოცვა რომ განიხმოს შენი გონება წმინდა წერილის წინ წასაკითხი ლოცვა არის სპეციალურად რომ შენი გონება სხვა დონეზე ავიდეს იქ სადაც შენ გონია რომ დამთავრდა იქ იწყება სადაც შენ გონია რომ წარუმატებლობას განიცდი ერთი ნაბიჯი და წარმატება იწყება წარუმატებლობა ზოგჯერ არის დასასრული მაგრამ დასაწყისი ამ წარუმატებლობისა უკვე აქვეა, ამიტომ ეგრევე უნდა არ უნდა გაჩერდო. შენ რო გონია რომ რაღაცა დამთავრდა და აღარაფერი შეგიძლია და ზღურულ მდგომარეობას მიაღწია, არა, იქ იწყება ახალი შენი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობები, ახალი გზა, ახალი გონებრივი თუ სულიერი თუ ემოციონალური თუ ფიზიკური იმუნიტეტით, რატომაც არა, ხო? ხორცელაც უნდა სხეულისთვის სჭირდება, სინანულისთვის სჭირდება, კეთილი საქმეებისთვის, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ქნარი, როგორც ასე შემდეგ, როგორც საშუალება. ფიზიკურ სივრცეში ვარ და აქ აღვასრულებ ნება ღვთისა, ხილულისა, აზრით, სიტყვით, საქმით. ჭირდება სული სამშვენი სხეული. ადამიანი არც მარტო სული, არც მარტო სამშვენელია, არც მარტო სხეული. ყველაფერი ერთად არის. გაზავებული მისტიკურად რიცხვის სამი აკაცფიგური. და თქვა მათ, ეს რეთ იყო მე რო გეუბნებოდითო. ხო? გეუბნებოდითო მე ხდითო, ეს რეთ იყო ჯერ ნებად ქრისტესა, აღდგომად ტრედით მესამესა დღესა და აგერ მოვედიო და წინაშე ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭიროა. ყველა შემახერხელი ჭამე თქვენ წინაშე, მოგეცით ნაჭამიც აი დარჩენილი და ხადაგებად სახელითა მისი და სინანული და მოწევება ცოდოთა. და
შემდეგ უკვე ამაღლების ისტორია. მოკლედ, გვეცავდა ეს სიყვარული, სიხარული, ქრისტესთან შეხვედრა, რომელიც ხვალ თუნდაც გვერდგვერდთაგან ზიარებით ექნება, კიდევ ერთი შეხება, ხელი შემახეთ მე ყოფილიყოს და მოვედით და ისადილენით ყოფილიყოს. რომ ერთი ნაბიჯი ამ დაუსრულებელ გზაზე ღმერთისაგან მიმოვალ ქრისტესაგან, რომელიც ჩვენ შორის არის და ჩვენში არის და ჩვენთან არის, ყოფილიყოს კიდევ ერთი მცირედი ნაბიჯ წინსვლის საწინდარი და თვითონ ეს მადლისა წინ და არჩენი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. თავარი ჩვენ მოვიდომა და უფრო მეტი ვეცადოთ, ვიდრე გონია რომ შეგვიძლია. შეგვიძლია ჩვენ ძალიან ბევრი ღმერთით ჩვენს გამაძლიერებელ ქრისტეთი ბევრი რამე შეგვიძლია, ბევრი ისეთი რამე, რასაც ახლა წარმოქმნილაც არ აქვს, რომ თუ ვილოცებ, ვეზიარებით, დაუჯერებთ უფალს, მოძღვარს და ვირწმუნებთ ქრისტეს ისე როგორც უნდა ვირწმუნოთ. წამს ღმერთის და მჯერა ადამიანის. ოღონდ ყველაფერში კი ამჯერა. წამს ღმერთის, მაგრამ მჯერა ადამიანის იმაში, რაც ღმერთის ნებას და სახარებას არ აწინააღმდეგება. თორე წამს ადამიანის და მჯერა ღმერთის კი არა. იცით ეს? წამს ღმერთის და მჯერა ადამიანის ყოველივე იმაში, ოღონდ რაც არ აწინააღმდეგება წმინდა წელსა და წმინდა გარდამოცემას. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს